ამ ბოლო დროს ძალიან ბევრი საუბრობს კოლაგენზე და რა თქმა უნდა მათ შორის მეც ხო გაგანებივრად კოლაგენზე ინფორმაციით, მაგრამ დღეს მინდა შემაჯამებელი ინფორმაცია მოგაწოდოთ კოლაგენის შესახებ. თუ რა არის საერთოდ კოლაგენი, რისთვისაა საჭირო და როგორ შეარჩიოთ სწორი ფორმულა. პირველ რიგში რა არის კოლაგენი, გავცეთ აი ამას პასუხს. ის არის ჩვენი მთლიანი ორგანიზმში არსებული ცილის 1/3 ანუ 30% შეადგენს და აუცილებელია იმისთვის, რომ შეაწებოს სხვა დანარჩენი ცილა ჩვენს ორგანიზმში, რათა სიმკვრივე გვქონდეს კანის, თმის, ჭხილების, წყალსახსროვანი სისტემის, ძვლების, სახსრების, მყესების, იოგების, ხრტილის, მოკლედ ამისთვისაა კოლაგენი საჭირო და არა მარტო იმისთვის, რომ გქონდეს ლამაზი კანი, თმა და ჭხილები. ეს ორი თემა გავიარეთ და ეხლა როგორ შევარჩიოთ საუკეთესო ფორმულა კოლაგენის. კოლაგენის რამოდენიმე ფორმულა არსებობს, მაგრამ ყველაზე მეტად ადამიანის ორგანიზმთან მიახლოებულია ზღვის კოლაგენი. ასევე არსებობს ცხოველური კოლაგენი, რომელიც მზადდება პირუტყვის ტყავისგან, ხოლო ზღვის კოლაგენი მზადდება, რა თქმა უნდა, ზღვის პროდუქტებისგან და მასში დამატებული უნდა იყოს აუცილებლად ვიტამინები და მინერალები. რა თქმა უნდა, კოლაგენის მიღება შეგიძლიათ საკვებითაც, მაგრამ მე მგონი თანამედროვე ადამიანს არც მე მათ შორის არ გვაქვს იმის დრო, რომ 3-4 საათი დღის მანძილზე ვხარშოთ ქათმის ფეხები, ქათმის ბიბილო, ძვლები და ყოველდღე მივირთვათ აი ეს ნახარში. მე სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ მაქვს სურვილი მსგავსი რაღაცები შევჭამო და თანამედროვე ადამიანისთვის მეცნიერებმა იზრუნეს და ძალიან კარგი ფორმულები შემოგთავაზეს. მოკეთ, ჩემთვის მნიშვნელოვანია იყოს მაღალი ხარისხის კოლაგენი, დამზადებული რა თქმა უნდა ზღვის პროდუქტებით, იმიტომ ზღვის კოლაგენი მეტად მიახლოებულია უკვე ვთქვი ადამიანის ორგანიზმთან და სასურველია, რომ იყოს რამოდენიმე ტიპის კოლაგენი მასში, ადამიანის ორგანიზმში ზოგადად არის 28 ტიპის კოლაგენი, მაგრამ პირველი, მეორე და მესამე უზრუნველყოფს აი ჩემს მიერ ჩამოთვლილ კანის, თმის, ჭხილების, ძვალსახსროვანი სისტემის, მყესების, იოგების, ხრტილის ჯანმრთელობას. და უნდა შეარჩიოთ აუცილებლად აი ისეთი კოლაგენი, რომელშიც იქნება მინიმუმ 3 ტიპის კოლაგენი, ესე უნდა იყოს აუცილებლად პირველი, მეორე, მესამე ტიპის კოლაგენი. აუცილებლად უნდა იყოს მასში ვიტამინები და განსაკუთრებით ანტიოქსიდანტი ვიტამინები და აუცილებლად უნდა იყოს მინერალები და ეს ვიტამინებიც და მინერალებიც არ უნდა იყოს სინთეზური, არამედ უნდა იყოს ბუნებრივი. ვიტამინები უნდა იყოს მაგალითად შემოთავაზებული აუცილებლად ანტიოქსიდანტი ხილისგან, როგორიც მაგალითად C ვიტამინი არის ძალიან ბევრი ალუბალში, აცეროლა, მწვანე ჩაის ექსტრაქტი, ჟოლო, მოცვი, აი მსგავსი ხილისგან უნდა იყოს ვიტამინები და აუცილებლად უნდა იყოს თუთია, რათა შეწოვა მოხდეს ჩვენი კოლაგენის ორგანიზმში ათვისება და უფრო ეფექტურიც რომ იყოს. აუცილებლად უნდა შედიოდეს B-ჯგუფის ვიტამინები, განსაკუთრებით B7, B12 და მოკლედ უნდა იყოს აუცილებლად ჰიდროლიზებული და პეპტიდებად დაყოფილი, ანუ პატარ-პატარა მოლეკულებად დაყოფილი, რათა მალევე, ანუ მომენტალურად მოხდეს აი ამ კოლაგენის ათვისება. ჩემს მიერ შერჩეული კოლაგენი აბსოლუტურად აკმაყოფილებს ჩემს მიერ ჩამოთვლილ ყველა კრიტერიუმს. ეს არის თევზის კოლაგენი, მასში შედის ვიტამინები, როგორიცაა A ვიტამინი, C ვიტამინი, ბიოტინი, B7 და შედის თუთია. კიდე მოიცა წავიკითხე რა შედის. თუ წავიკითხე და მოვიკითხე, კი, თუთია, არის ჰიდროლიზებული და არის პეპტიდებად დაყოფილი. ამაში შედის პირველი, მეორე და მესამე ტიპის კოლაგენი, ჭარბობს პირველი ტიპის კოლაგენი, სულ 10-მდე ტიპის კოლაგენი შედის, მაგრამ ჭარბობს პირველი ტიპის, მეორე და მესამე ტიპის კოლაგენი და კიდე რა შემიძლია ვთქვა?
ხო, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ კოლაგენის დღიური დოზა უნდა იყოს 2,5 მილიგრამიდან 5 მილიგრამამდე. მოკლედ, ჩემი ძვირფასი კოლაგენი უნდა მიივიწყო, რომელიც ბოლო არის აი ამ ყუთში. აი ამ ყუთში ბოლო არის და დარწმუნებული ვარ, მალე შევიძენ შემდეგ ყუთს, რადგან ძალიან კარგი შედეგი მე მივიღებ.